პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ მინისტრთა კაბინეტის წევრები დროებით მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ. ახლა დღის წესრიგშია რომელი მინისტრი დაემშვიდობება მინისტრის პორტფელს. ადგილების გადანაცვლებით არაფერი იცვლება, ასე აფასებენ ოპოზიციურ პარტიებში სამთავრობო ცვლილებებს, პოლიტიკოსების განმარტებით ივანიშვილს მისი ეს მურიგი გადაწყვეტილება და მსგავსი თამაში საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება. კულუარული ინფორმაციით არის მოლოდინი იმის, რომ თანამდებობას დატოვებს ღარიბაშვილის გარემოცვის წევრი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის კიდევ ერთი წევრი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი. თანამდებობის დატოვება შესაძლოა მოუწიოს კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ჩვენ უნდა შევხედოთ რა იცვლება ამ ცვლილებით. პრემიერ-მინისტრი როცა გადადგება, მთავრობა ითვლება, რომ გადამდგარია, მთლიანი მთავრობა იცვლება. ამიტომ ეხლა ბუნებრივია გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, ვისი პოზიციები უნდა გაძლიერდეს. სამწუხარო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს არ იქნება გათვლა რა ჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ მალე გავხდეთ ჩვენ ევროპული ცივილიზებული სამყაროს ძლიერი ნაწილი. აი ეს არის სამწუხარო. დანარჩენი ახლა ვინ ვის შეცვლის პირადი განწყობებით და მეგობრობით და პირადი ინტერესით ეს ნაკლებად საინტერესოა. საერთო ჯამში ჩვენ აქ რიტუალურ პროცესს უყურებთ, ანუ რიტუალია მთელი ეს პოლიტიკური პროცესი და არაპოლიტიკური პროცესი, მაგრამ რა კი თქვა, გასართობად საინტერესო არის ვინ რა როლს შეითავსებს ამ კუთხით. შეიძლება რამდენადმე კობახიძეს თითქოს დამიეცეს საშუალება რომ დააკომპლექტოს ეს ყველაფერი ალბათ იმიტაციების დონეზე ან გარეთვალისთვის საჩვენებლად შესაძლოა ამაზეც იყოს გათვლილი. ქართულ ოცნება დროში ვეღარ გადავა და 2012 წლის განწყობებს საზოგადოებაში ვერ დააბრუნებს. მათი ერთადერთი ამოცანა არის მორჩილების მაღალი ხარისხი და ის რომ ივანიშვილმა უზრუნველყოს ქართული ოცნების წრეში თავისი ისეთი პიროვნული გავლენები, რაც შიგნიდან აფეთქებას არ გამოიწვევს არჩევნებამდე. უსახური კადრები საიდანაც მოყავთ, ქართლიდან მოყავდა და ის ქართულ რესურსების ამოიწურა, ახლა რაღაცებს მოიყვან, ასევე რაღაც საშუალოსნებს. და ჩაანაცვლებენ პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილის მოყვანილ და კლანურად ერთგულ ადამიანებს. ვამბობდი, რომ სანამ ივანიშვილი ცოცხალია და არის ხელისუფლებაში, არ შეიძლება წულუკიანს მეთქი და ნახოთ, იქნებ ერთი ჩემი პროგნოზი არ გამართლდეს. მე ასე მგონია, რომ ივანიშვილის ასე ვთქვათ მეორე მე არის წულუკიანი და როგორ შეიძლება მას ძნელად წარმომიდგენია.